Hello, მეგობრებო. Foriuze ვარ. Foriuze არა, YouTube-ზე ხარ და მოგესალმები ჰორიზონტალურ სამყაროში. გამარჯობა, როგორ მომინატრა თურმე ვლოგების ჩაწერა მეგობრებო. ჩემ მეუღლე სხვადასხვა ვიდეოებში იყო უკვე ჩემს YouTube კონტენტში, მაგრამ უმეტესობა თქვენგანი იცნობთ მას TikTok-იდან და YouTube-ზეც შემომიერთდა. მოგესალმებით, გიორგის მაყურებლებო. ვართ შავი ზღვის სანაპიროზე, მაგნიკა რეზორტში, Toyota Caucasiam დაგვპატიჟა. Toyota Caucasiasთან უკვე მეორე კოლაბორაცია. პირველი ძალიან მაგარი შტაბეჭდილებებით და ძალიან მაგარი გამოცდილებებით დავამთავრეთ, გაგიზიარეთ თქვენს თუ არ გაქვს ნანახი, გადადით. მოკლედ, ჩვენ ვართ ახალი Toyota RAV4-ის პრეზენტაციაზე. და Toyota RAV4-ს ჩვენი წარსდგენა არ სჭირდება, ესეც ლეგენდარული ავტომობილია, მაგრამ მარიამ ერთი რაღაცა არის ის, მე მისთვის კვიზი მაქვს მომზადებული. არ მინდა, არა. ანუ მართლა არ ვიცი. რა შეიძლება იყოს და ეს კალოტკა? ხოჭა. მოდი იცი რა ვქნათ? სანამ კითხებს დაგისვავ, ხალხს ვაჩვენოთ ახალი Toyota RAV4. Yeah. მოკლედ თქვენს წინაშია ორი სრულიად ახალი Toyota RAV4. ჩემსგან ხელმარჯვნივ წითელი არის GR Sport-ი, ხოლო მარცხნივ არის სტანდარტული RAV4. საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჰიბრიდული სისტემით აღჭურვილი RAV4-ები და Toyota ამბობს, რომ 2.5 ლიტრიან ჰიბრიდულ სისტემას არანაირი ცვლილება არ სჭირდებოდა, იმიტომ რომ ის გამძლეობით არის სახელგანთქმული და ნდობით არის მომხმარებლებში აღჭურვილი. შესაბამისად, სისტემურად საერთოდ არაფერი არ შეცვლილა, მაგრამ ეს ცუდი არ არის, ეს პირიქით კარგია, ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიახლეები არ გვჭირდება, იმიტომ რომ გამოცდილი მეთოდით გააგრძელა გამოცდილმა და სანდოობით და გამძლეობით სახელგანთქმულმა ბრენდმა ისევ მოღვაწეობამ. თუმცა რაც შეიცვალა, აჩქარებას მოაკლდა 2 მეათედი, ანუ ახლა 0-დან 100-მდე RAV4 ჰიბრიდი 8 წამში ჩქარდება და კომპლექტაციის მიხედვით 15-დან 17 ცხენის ძალამდე უფრო მეტი აქვს ახალი თაობის RAV4-ს. ახლა კი მარიამს გადავცემ მიკროფონს. უცნაურია ჩემგან მანქანის განხილვა, მაგრამ ეს წითელი ძალიან მომწონს. ჩემთვის იდეალური წითელია, არც ძალიან მყირალა წითელია და არც შინდისფერში რო გადადის, ანუ კლასიკური წითელია ჩემთვის და ძალიან მომწონს. კლასიკური წითელი არ არის. იმიტომ რომ შენი აზრით თქვი ხო მითხარი? კი. ჩემი აზრით კლასიკური წითელია. ვიზუალურად შეიცვალა საერთოდ ყველაფერი. ვერაფერს ვერ ვამჩნევ წინა მოდელიდან გადმოტანილს. ვერცერთ ღილაკს, ვერცერთ ბერკეტს. ახალი საჭეს ძალიან მომწონს. კარგად არის შემოკერილი, ჩამოსხმული საჭე არ არის, ანუ სულ შეკერილია ტყავში, თან წითელი ძაფით, ძალიან კაია. Head-up display მაქვს უზარმაზარი, ძალიან დიდი მონიტორი მაქვს და ეს ვაჩვენოთ 360 ნახე, მანქანა არის გამჭვირვალე და ძალიან საინტერესოა. და მარიამის კვიზის დროც. განადგურების. პირველი კითხვა. რომელ წელს გამოვიდა RAV4-ის პირველი თაობა? 1994. სწორია! ოღონ TikTok-ისგან განსხვავებით ამჯერად მართლა სწორია. რამდენი RAV4 გაიყიდა ჯამში? აი რაც არსებობს. ხო 94 წლიდან მოყოლებული. ძალიან ბევრი გაიყიდებოდა აი დაახლოებით 25 მილიონი. არა, სწორი პასუხია 15 მილიონი, თუმცა 15 მილიონი ძალიან შთამბეჭდავი რიცხვია, მაგრამ შენ თუ გამოიცნობ ჯამურად რამდენი Toyota გაიყიდა? 15 მილიონი თუ RAV4 გაიყიდა, ორჯერ მეტი თუ არის სხვა მოდელი გაყიდული, გნიშნავს, რომ მინიმუმ 45 მილიონი არის გაყიდული. Toyota-ს მოდელი არსებობს, რომელიც RAV4-ზე ორჯერ მეტი არის გაყიდული. და კიდე სხვა მოდელებიც ხო არის. აზროვნე. ჰიტა. IQ. ჰიტა ვარ და მე 160 IQ. აი მინიშნებას მოგცემ, რომ ჰიტას IQ-ზე მეტია მილიონებში გაყიდული. ვაუ, ანუ 160 160-ზე მეტი. მაშინ 180 მილიონი იყოს. არა, 300 მილიონი Toyota გაიყიდა, რაც ბრენდი არსებობს. ანიმაციური ფილმები გიყვარს? არა. Toy Story გახსოვს? კი. თუ გახსოვს Toy Story, მაშინ ანიმაციურ ფილმში Toy Story, რომელი ორი ასოა შერჩენილი ძველ
Toyotas pick-up-ზე. მე გეტყვი რომ Toyotas pick-up-ებს უკანა წერია ძალიან დიდი ასოებით Toyota. იმ მულტფილმში იმდენად ძველია ის მანქანა, რომ რამდენიმე ასო წაშლილი აქვს. გამოიცანი რა ასოებია დარჩენილი. Y. და მეორე? O. ხადაო? სწორია. ყოჩახ, რომელი Toyotas მოდელია აღიარებული როგორც უკვდავი? რა ვთქვი? არა. ეს არის Hilux-ი, Toyota Hilux-ი არის უკვდავი და აი ავტომოყვარულების უმეტესობა, მაგრამ განსაკუთრებით ჩემმა მაყურებლებმა, იმიტომ რომ ჩემნაირი გემოვნება აქვს, იციან Top Gear-ის გადაცემა Toyota Hilux-ზე, სადაც ჯერემი კლარკსონი ეცადა რომ მოეკლა ეს მანქანა, ცეცხლი ხომ მოუკიდეს. ზღვაში მიქცევის დროს დააყენეს და დაელოდნენ მოქცევა როდის იქნებოდა, ზღვამ წაიღო და სანამ არ გამორიყა, ელოდებოდნენ. დიდი კორპუსის დემონტაჟი იყო და ყველაზე მაღალ სართულზე დააყენეს და ეს კორპუსი ააფეთქეს, დაინგრა. ბოლოს გადაცემა იმით მთავრდება, რომ ჯერემი კლარკსონი მაგ მანქანით შემოდის და მანქანა დადის. ვერ ერთ მოკლეს. მანქანას უკნეს ეგ ყველაფერი? კი, მოდი ეხა ადგილები გავცვალოთ და GR-ი ატარია, მო. მოიცა, მოდი ერთ. შენთან მაქვს ესეთი ჩელენჯი რა. გულახდივად გამაცანი ეს მოდელი 60 წამში და 1 2 3. მანქანა ყავს. მოიცადე, ანუ ეს არის Toyota RAV4-ის ახალი მოდელი 2025 წლის 6 წლის, ეხა რომელი წელია? 7. ეს არის ულამაზესი ფერი, გიორგი, ნახე, ანუ არც თან მუქია, თან ჭუჭყი არ დაეტყობა, იმდენად მუქიც არ არის. შიგნით გვაქვს ნახე როგორი სავარძლები კომბინირებული ტყავი ნაჭერი და თან ნაკერიც რა ქვია წითელია და ძალიან ლამაზია 360 კამერები აქვს თან გამჭირვალე და ჩვენებს ის კამერა ზემოდან მანქანას და რაღაცა ძალიან cool არის თან Toyota RAV4 ახლა მეტი რა გინდა არის სადაც გინდა რაც გინდა ის უკენი ვერაფერს ვერ უზამ საერთოდ ნებისმიერ უგზაობაზე ქალაქში იდეალური მანქანაა ამ ბიუჯეტში ამაზე კარგი რა უნდა იყოს გავიდა ბრო ხოჭი მოკლედ თავად შეაფასეთ მარიამმა როგორ გაართვა თავის 60 წამში ჩატეულ ჩელენჯს. პირველად გავაკეთე ეგეთი რაღაც. პირველი სკოლობაზე შემოფასეთ რა. მოგესალმებით და წარმოგიდგენთ სრულიად ახალ Toyota RAV4-ს, მაგრამ სანამ ავტომობილს წარგიდგენთ, მანამდე გეტყვით რომ აი ეს არის Toyota-s ოფიციალური აქსესუარები, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ Toyota-s ოფიციალურ დილერებთან საქართველოში. ახლა გადავიდეთ მანქანაზე. თქვენს წინაშეა GR კომპლექტაცია, აქვს ულამაზესი დისკები, არის ძალიან განსხვავებული ფერი, აქვს შავი ჭერი. GR მოდელები არის ორ ფერში და ძალიან ლამაზია ამის გამო. მოლდინგები აქვს შეღებილი და არა ჩვეულებრივი პლასმასი, რაც უფრო მეტ პრემიუმურობას წენს ავტომობილს. LED მაშუქები აქვს, ძალიან უხდება. იქიდან გამომდინარე, რომ არის ჰიბრიდი, ცოტა ესეთი დახურული ცხვირის დიზაინი აქვს, თუმცა გასაგრილებლად ესეთი დიდი ცხაურაც არის დატოვებული. GR-ის ლოგო წინ, აღნიშნული რომ ყველამ კარგად იცოდეს, რომ ეს არის GR, ვინც არ კეში დაგინახავთ ან პარკინგზე გაჩერებულს ამ მანქანას. აქვს blind spot მონიტორინგი, აქვს 360 კამერები, ავტომუხრუჭი, ზოლის ხედვა, კრუიზ კონტროლი, ადაპტივ კრუიზ კონტროლი, მოკლედ ყველაფერი. ყველაზე მეტად რაც მომწონს არის უკანა მაშუქები. ხადაო? არა რა ხარ. აუ მე მეგონა ეხა ამას ჩაუტარებ მეთქი და მე მგონი მაჯობა. ანუ მართლა მეგონა რომ 1.30 წამი იყო. ლაპარაკობდი კი, მაგრამ მეგობრებო დაგვიწერეთ ჩემგან იყიდით თუ გიორგისგან. თამაშგარი დავამთავრებ რომ აი მაშუქების დიზაინი ძალიან მომწონს. საბარგულში არ შეგვიხედია სხვათა შორის დღეს და სათადარიგო საბურავის მოყვება, რაც დღეს უკვე საკმაოდ დიდი პლუსია, იმიტომ რომ ძალიან ბევრ მანქანას აღარ მოყვება. JBL-ს აუდიო სისტემა გვაქვს და აქაც გვაქვს ერთი დინამიკი და რა თქმა უნდა ღილაკზე იკეტება, არის ელექტრონული. ეხლა დაჯექი და შემდეგ ჩელენჯამდე შეგიძლია შენ წამიყვანო. ზოგადად რო ვთქვა, მე Toyota-ში მიყვარს სანდოობა მართლა. მე იმის მჯერა რომ რაღაცას ამდენი ადამიანი რო ენდობა და გამძლია და ამდენ ადამიანს ყავს და მართლა ვერაფერს ვერ უშვებიან, ანუ ეგ უკვე ძალიან მიზიდავს ბრენდის გამოცდილება, სანდოობა და 50 წელზე მეტია უკვე Toyota რჩება ყველაზე ლოგიკურ არჩევნად. შემდეგი რაც მიყვარს არის დაკიდების სისტემა, რომ აი მგონია რომ ეხლა რავი, ყველაზე ცუდ გზაზე რო ვიარო, ყველაზე დაბალანსებულად ვიგრძნობ თავს. ყველაზე დაბალანსებულად პირდაპირ გეტყვი შეიძლება ვერ იგრძნო თავი, იმიტომ რომ არსებობს ბევრად უფრო კლასში ყველაზე დაბალანსებულად. საღამოს მზის ჩასვლის ფონზე კი Toyota Caucasus-ის წარმომადგენლებმა ახალი RAV4-ის
ტექნიკური და ბრენდინგის ნაწილი გაგვიზიარეს. ესეთი პატარა ჭერია რამდენი. დღე მეორე მეგობრებო და ყველა გიორგის ელოდება როგორც ყოველთვის. მითხრა თქვი რომ ყველა ჩვენ გველოდებაა, მაგრამ არა, მე არა, გიორგის ელოდება ყველა. ამ მანქანაზე რაც მინდა ვთქვა ის არის რომ დიზაინი გახდა ცოტა უფრო კაცური, დაუთკუთხედ და ფორმები და ჩვენ GR-ი შევხვდა ტესტ დრაივზე. უფრო საინტერესო იქნება სერპანტინებზე ეს მანქანა, მოსახოვებში რამდენად კარგად იდგება, ახლა უბრალოდ სწორგზაზე მივდივართ და ის შემიძლია ვთქვა რომ უკეთესია, ხმის იზოლაცია ეთყობა. ის საქართველოში ხელმისაწვდომია ჰიბრიდი მოდელები, როგორც წინა ასევე 4-ვე წამყვანი და წლის ბოლოს უკვე იქნება plug-in ჰიბრიდები, რომელსაც კიდევ უფრო მეტი მანძილის დაფარვა შეუძლია მხოლოდ ელექტროძრავით. დღეს რეალურად საკმაოდ კარგი ტესტი გვექნება, 3 ადამიანის ხედავთ მანქანაში, კონდიციონერი გვაქვს ჩართული, აჩქარებებიც, იმიტომ რომ კოლონაში ზოგი ამუხრუჭებს, ზოგი ჩქარდება, გვიწევს და თან უნდა ავიდეს გომის მთაზე და ანუ ვიაროთ რეალურად ტრასაზეც და სერპანტინებში. და გამოჩნდება რეალურად რამდენ სწავს ეს მანქანა, ასე რომ წვაზე წინასწარ არაფერს არ გეტყვით და ვნახოთ რო ავალთ გომის მთაზე რა მაჩვენებელი გვექნება. მე ძალიან მომეწონა ის, რომ არის უამრავი სათავსო სალონში და რამდენი ნივთიც არ უნდა გქონდეს, ყველაფრის ადგილი მოიძებნება. ჩემთვის ძალიან დიდი პლუსია ეგ. ნატურის ხესთან მოვედით და მე ვისურვებ, რომ ვინც ახლა არხის გამოწერას დააწובה ხელს, ყველა მიზანი და ნატურა დაოცნება ასრულებოდეს მომენტალურად. ნატურის ხის ჩამოვარდნილი ვარსკვლავის და ოქროს თევზების მე ამჯერა. მაგრამ ამჯერად შანსი მივეცი ამ ყველაფერს და ჩავიფიქრე, რომ წინა ვიდეოში ნაჩვენებ გამომწერების ყულობაში ძალიან მალე შეგროვდეს 50,000 ლარი. პირველად ვარ გომის მთაზე, მადლობა მინდა Toyota კავკასიას გადაუხადო, რომ ეს გამოცდილება მივიღეთ, ესე უცებ, წამოვედით. წეღან სულ რაღაც 3 საათის წინ და რო არ გავჩერებულიყავით, ალბათ უფრო 2 საათის წინ, ვიყავით შავი ზღვის სანაპიროზე, საათი ისე ცხელოდა, რომ მზად ვიყავით, რომ ჩვეულებრივად ზღვაში იბანაობ. ამოვედით გომის მთაზე, მოსაცმელები გავამზადეთ ყველამ და გვაქვს თოვლი, ვართ ღრუბლებს მაღლა. ეს ყველაფერი კიდევ უფრო სასიამოვნო გახადა იმან, რომ Toyota კავკასიის ძალიან კარგი გუნდი არის აქ. ყველა არიან ძალიან პოზიტიური და სასიამოვნო ადამიანები და კიდევ უფრო სასიამოვნო ხდება სწორ ადამიანებთან ერთად, რა თქმა უნდა. მსგავსი ტურები. და აქვე გაძლევთ თქვენ პირობას, რომ აუცილებლად დავბრუნდებით აქ, მე და ჩემი გუნდი და შევქმნით გასაოცარ კონტენტს. გამომდინარე იქედან, რომ მანქანას ხებსაც უნდა გავუყოთ, ასე ვთქვათ, უკანა გზაზე საერთოდ ძველი მოდელით ბრუნდებით. ცოტა ხანი მოვიპარე მანქანა. გამომდინარე იქედან, რომ კოლონაში ეს შეუძლებელი იყო, ეხლა მინდა რომ ავჩქართ. მოყვარულის დონეზე გამოვცადოთ, იმიტომ რომ აღმართია და აღმართთან ერთად ჰაერში ჟანგბადის რაოდენობაც ისეთია, რომ წესით არც უნდა იაროს სწრაფად, მაგრამ მაინტერესებს რას იზავს. ისეთია საკმაოდ ფიცხი მანქანა, ახლა 100-ზე ცოტა მეტი იყო უკვე სიჩქარე. და ეს იმიტომ ვქენი, რომ მაინტერესებს გზაზე როგორ დგას და საკმაოდ კარგად. თან ეს არ არის GR-ი, 18-იან დისკებზეა და კიდევ უფრო რბილია ვიდრე GR-ი. საბოლოო ჯამში იმის თქმა მინდა, ბევრი ვარ ვიფოთიალო, ეს ვიდეო უფრო იქნება ივენტზე და გამოცდილებებზე, რაც აქ შევიძინეთ, ვიდრე ტესტ დრაივი ავტომობილის. თუ დაგაინტერესებთ, აუცილებლად გადავიღებ ვიდეოს და იმასაც გეტყვით, რომ საერთოდ ეხლა რა ვთქვი, გაინტერესებს მაშინ, როცა ყიდვა გინდა, ხო? საერთოდ სხვა მის კონკურენტებსაც ავიღებთ და შევადარებთ ერთმანეთს და გავაკეთოთ ესეთი ნეიტრალური ტესტი. სრულფასოვან ტესტ დრაივს ვერ გთავაზობთ, რა თქმა უნდა, სიტუაციიდან გამომდინარე, მაგრამ რასაც დაგპირდით, აი წვა შევამოწმოთ დინამიური სვლებით. აგერ არის
საშუალო წვა 6.6 ლიტრი 100 კილომეტრზე. ძალიან კარგი მაჩვენებელია ამ ხელაზომის SUV-სგან და მით უმეტეს საკმაოდ მაღალზე ამოვედით და სულ აღვარჩი მოვდიოდით ბოლო 1 საათი. გადმოვედით ძველში, კარგად ნაცნობში. აქ სხვათა შორის ტყავის ინტერიერია, მაგრამ სავარძლები არის ხელით რეგულირებადი. იცი რა არის ახლიდან რომ ძველში გადაჭდები, პირველი რაც თავში მოგდის ფიქრი არის რომ აი რა გაუარესდა და რეალურად არაფერს არ გაუარესდა. ვიზუალ შეიცვალა ყველაფრის, მაგრამ ესეც ისეთივე საიმედო და ხარისხიან განცდას გიტოვებს როგორც ის და ნებისმიერი Toyota რა. გომის მთიდან ბარში ჩამოვედით. მენაბდის მარანში, სადაც ულამაზეს გარემოში, ბუნების წიაღში გაშლილი, ნამდვილი გურული სუფრა და ჩაი დაგვახვედრეს. თქვენ გითხარით, რა უნდა ვიცოდეთ ამ ჩაის შესახებ? უნდა ვიცოდეთ ის, რომ საქართველოში ჩაიზდება თითქმის 200 წელზე მეტია. აქ წარმოდგენილია შავი კლასიკური, მწვანე ჩაი და ველური მოცვი გომისთვის ფერდობებით. ეს არის თვითონ მცენარე, ჩვენ ვეძახით კამელია სინენსის, რომელიც საქართველოში ზრდება ზუსტად ამ ჩვენი კლიმატური პირობების და გამო. ხილის ჩაი არის ჩემი საყვარელი ჩაი ზოგადად. არ აქვს კოფეინი, გამოირჩევა მაღალი ანტიოქსიდანტების რაოდენობით. შეიძლება ერთი მე რომელიც აიმე რა გემრიელია. რაღაც ჩვეულებრივ პაკეტის ჩაის როსოთ და სიმწარე რო დაყვება ხოლმე ბოლოს, აი მაგის გარეშე უბრალოდ არის უგემრიელესი ჩაი. ეს არის ჩაი, ტაბა ქართულ წარმოების პრემიუმ ხარისხის. ტაბა ყოფილა ესეთი ჭურჭელი, მესხური და ამიტომ ქვია ტაბაც ამ კომპანიას ამით მიირთმევა ჩაი. მინდა რომ წარმატებები უსურვო ტაბას, რაც საქართველოში კეთდება და ხარისხიანად კეთდება, ყველაფერი იმსახურებს უსაზღვრო წარმატებას. როგორც იცით, ვართ მენაბდის მარანში. აი მარტივად საკუთარი სახლის ეზოში არის მოწყობილი, ძალიან ლამაზი სივრცე, რაც თუ სოფელი გაქვთ, ნებისმიერ თქვენთაგან შეგიძლიათ რომ გააკეთოთ და თუ ის ფიქრები გაწუხებთ, რომ როდესმე იმუშავებს, არ იმუშავებს, ღირს, არ ღირს თუ ასე შემდეგ, თუ არ სცადეთ და პირველ ნაბიჯები თუ არ გადადგით, ვერასდროს ვერ გაიგებთ. სავარაუდოდ, აქაურობის მეპატრონესაც ჰქონდა ეგ ფიქრები თავში, მაგრამ დღეს Toyota Caucasia მისი სტუმარი. ნებისმიერ საქმეში, რასაც არ უნდა ფიქრობდეთ, თავარია რომ ფიქრი გადმოიტანოთ რეალობაში და დაიწყოთ ნაბიჯების გადადგმა. Toyota Caucasia-ს ყოველთვის გენიალური ღონისძიებები გამოსდის, რადგან მათი მიზანი მანქანების გაყიდვა კი არა, ადამიანების ერთად შეკრება, სასიამოვნო მოგონებებისა და განუმეორებელი თავგადასავლების შეგროვება. ჩვენ კი პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ ამ ყველაფრისთვის Toyota RAV4 ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია.